დღეს მე მინდა კიდევ ერთი გაკვეთილი დავამატო ჩვენს ახალ პლეილისტს, Android პლეილისტს, სადაც მოგიყვებით გაჩვენებთ როგორ ჩავართვათ შეუზღუდავი ამერიკული Play Store. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი Play Store შეზღუდულია საქართველოს რეგიონში ძალიან ცოტა აპლიკაცია ჩანს და ნამდვილ ამერიკულ Play Store-ში შეუზღუდავში არის ათობით, ათასობით და მილიონობით კარგი, ლამაზი და საუკეთესო თამაშები და აპლიკაციები. ამისათვის მოდით გავაკეთოთ ესეთი რამ. მოვძებნოთ აპლიკაცია Hola, რომელიც აბსოლუტურად გახსნილია, უფასოა, ყველასათვის ხელმისაწვდომია. აი ეს აპლიკაცია ჩამოვწეროთ, გავაკეთოთ ინსტალი, აუცილებლად. დაველოდოთ მის ჩამოწერას. ცოტა ვადარჩა. დაიწყება დაინსტალება, აინსტალებს უკვე ჩვენი Hola. გავიდეთ უკან, საერთოდ შეგვიძლია უკვე გავთიშოთ ჩვენი Play Store, აი ესე. დააკვირდით, არ გვაქვს აქ ფასიანები და არ გვაქვს საუკეთესო ამერიკული Play Store-ის თამაშები, მხოლოდ შეზღუდული აპლიკაციების რაოდენობაა. რამოდენიმე 1000 ალბათ, შეიძლება 10000 მეტი არა და მოდით ახლა შევხედოთ როგორ დავაყენოთ, როგორ ჩავართვათ ჩვენი შეუზღუდავი Play Store. პირველ რიგში შევიდეთ setting-ებში, Android setting-ებში და მოვძებნოთ აპლიკაციების მენეჯერი. ზოგ ტელეფონში შეიძლება applications manager-ი იყოს, ჩემ შემთხვევაში Android Lollipop-ზე არის აი ეს apps. გრაფა მოვძებნოთ. პირველ რიგში აუცილებლად გადავამოწმოთ, რომ ჩვენი Play Store დახურულია, ტასკიდან ამოვარდნილია. აი ესე. და გადავიდეთ აპლიკაციებში და მოვძებნოთ ჩვენი Play Store-ის აპლიკაცია. აი ესე. შევიდეთ და აუცილებლად წავშალოთ Clear Cache, დავაჭიროთ აი ამ კლიქს და შემდეგ წავშალოთ Data, Clear Data. აი ესე. გამოვიდეთ უკან და ახლა შეგვიძლია ჩვენ უკვე ჩამოწერილ Hola-ზე გადავიდეთ. დავაჭიროთ გავხსნათ Hola. გადავიდეთ აი ამ გრაფაში My Apps, აი ესე და მიუთითოთ ჩვენი Play Store. აქ აუცილებლად მიუთითეთ United States, ან ამერიკის რეგიონი და დავაჭიროთ Opens. მივცეთ OK და დავალოდოთ როდის გახსნის ჩვენ Play Store-ს. დავეთანხმოთ აუცილებლად აი ამ გაფრთხილებას და აი ჩვენი ამერიკული Play Store ჩართულია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ამოაგდოს უბრალოდ აი აქ retry, ან შეიძლება ინტერნეტ კონექტი სუსტიაო, მაგრამ მისცემთ ისევ retry-ს და გადაგიყვანთ უკვე ამერიკულ Play Store-ზე, სადაც უკვე ათობით, ათასობით, მილიონობით საუკეთესო თამაშებია, თანაც ძალიან ბევრი უფასოა. თქვენთვის საყვარელი თამაშები, მაგალითად ძალიან მიყვარს ეს Asphalt. აი ეს Asphalt მერვე, ასევე უფასოდ შეგიძლიათ ჩამოწეროთ, აი რომელიც ქართულ რეგიონალურ Play Store-ში შეზღუდულია და მის ჩამოწერა შეუძლებელია. ამის შემდეგ თქვენ აღარ მოგიწევთ სხვადასხვა საიტებიდან ფაილების გადმოწერა, მათი დაკრეკვები და ტელეფონში სხვადასხვა ფაილ მენეჯერებით აი ესე ძალით ჩაწერები და ჩატენები, როგორც იტყვიან. თქვენი მარკეტი შეუზღუდავი იქნება. ოღონდ გაითვალისწინეთ, მანამ სანამ თქვენ გახსნილი გაქვთ აი ეს Hola. Hola-ს დაკეტვის შემთხვევაში თქვენი მარკეტი ისევ დაბრუნდება ქართულ მარკეტზე, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ იმას, რომ მუდმივად თქვენ არასდროს არ გესაჭიროებათ მათი ჩამოწერა, ჩამოიწერთ ერთხელ და გამოიყენებთ ამ აპლიკაციებს, დახურავთ ისევ Hola-ს. გადავა ისევ ქართული Play Store-ზე და თქვენ ისევ Hola-ს მეშვეობით შეგიძლიათ დააბრუნოთ, ისევ გადმოიწეროთ ნებისმიერი თამაში აპლიკაცია და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში შეზღუდვები მოხსნილი გაქვთ და გაქვთ წვდომა ამერიკულ მარკეტზე. აი აქ შეგიძლიათ ასევე ნახოთ ფასიანი აპლიკაციებით, თამაშებით, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ უფასოებიც იმდენად ბევრია
და ბევრი კარგი თამაში, რომ აღარ დაგჭირდებათ ფასიანების ყიდვა. იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოგინდათ ფასიანი აპლიკაციის შეძენა, უპრობლემოდ გადახვალთ აი აქ, აირჩევთ ნებისმიერ აპლიკაციას, მისცემთ ყიდვას, მისცემთ accept და ის მოგთხოვთ თქვენი ბარათის დამატებას შემდეგ. აუცილებლად მიუთითებთ ან PayPal-ს, ან credit card-ს, აი ესე და აი აქ მიუთითებთ თქვენ საკრედიტო ბარათს. აუცილებლად მიუთითეთ ნებისმიერი ამერიკული მისამართი, ტელეფონი, ქუჩის მისამართი, zip კოდი და ასე შემდეგ. თქვენ პირველ ეტაპზე ჩამოგეჭრებათ $1, რომელიც რამდენიმე საათში ისე უკან დაგიბრუნდებათ, ეს იქნება უბრალოდ ბარათის გადამოწმების $1 და შემდეგ ჩვეულებრივად თქვენი ბარათი იმუშავებს, რომ შეიძინოთ აპლიკაციები. სულ ეს იყო და ეს ძალიან მარტივი მეთოდია, მაგრამ ყოველთვის მუშაობს. ეს არის ჩვენი აპლიკაციები, თამაშები, სიმღერების ყიდვა, კინოების შეძენა და ასე შემდეგ. თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD-ია, ჩემი არქი YouTube-ზე, შემოგვერდით, გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოგრჩებათ საინტერესო